თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ მაკნატუნას ჩვენება გაიმართა. სპექტაკლის განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. ამ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში, დადიანების სახლსა და მთაწმინდის პარკში ვითარდება. მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის ქართული სამოსი. სპექტაკლზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა. მიხარია რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი ანშლაგებით მიდის მაკნატუნა, ულოცავ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილს ამ დიდ ისევ გამარჯვებას და აღიარებას. ქართული კულტურისთვის უნიშნელოვანესია, რომ ყველა დარგი ჰარმონიულად და კარგად ვითარდებოდეს და ბალეტი ნამდვილად ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც დღეს ზენიტშია და ქალბატონ ნინო ანანიაშვილს ულოცავ, იმიტომ რომ ნამდვილად მსოფლიო აღიარება აქვს. ეს არის მაკნატუნა ქართული აქცენტით. სინამდვილეში ყველაფერი ხდება საქართველოში, მე ზღაპარი გადმოვიტანე საქართველოში. მინდოდა რომ აი რაღაცნაირად განსხვავებული მაკნატუნა ყოფილიყო, ვიდრე არსებობს მაკნატუნა ყველგან. ვფიქრობ, რომ ეს მაკნატუნა იქნება ჩვენს რეპერტუარში დიდი ხანი და აი ყველა ვინც მოდის და ვინც ნახულობს ჩვენთან თუ უცხოეთში, ამას ხას უსმევს, რომ მართლა ძალიან საყვარელი, უცნაური და ულამაზესი მაკნატუნა გვაქვს. საკმაოდ დატვირთული საგასტროლო გრაფიკის შემდეგ დავბრუნდით თბილისში. ქართულ მაყურებელს ჩამოუტანეთ მაკნატუნა. ამჟამად ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიულ რედაქციას ვცეკვავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრათ ქართულ მაყურებელს, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან დიდი მოთხოვნაა ხოლმე, ყველა ბილეთი ძალიან სწრაფად იყიდება და პირდებით ძალიან დატვირთულ საბალეტო სეზონს და ველოდებით ყველას.